ნინო მახსენა რომ აქ უნგრეთს ორბანს ეთმობოდა დიდი ადგილი, ასევე ტრამპს აი ამ წერილში. ჩვენი საუბრის ფოკუსი იქნება უნგრეთზე, სწორედ ჩვენს სტუმართან ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ბატონ ზაზა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რადგან აი აქ ვახსენეთ შათირიშვილის წერილი, სადაც დიდი ადგილი დაუთმეს ღელვას, ასე ვთქვათ, ორბანის მიმართ ორბანთან დაკავშირებით 12 აპრილის არჩევნები გადაწყვეტს ორბანის ბედს ის დარჩება თუ არ დარჩება უნგრეთის ხელისუფლებაში. რატომ არის ასეთი ნერვიულობა ივანიშვილის მხრიდან და წერილი რაღაცნაირად იმდენი თემა აღრეული, ერთი მხრივ ორბანის მიმართ გულშემატკივრობა და თან ეჭვის შეტანა შეძლებს თუ არა ის გამარჯვებას ამ არჩევნებში და თან ორბანის მხარდაჭერი ტრამპის კვლავ დამცირება შეურაცხყოფა. მოდით ჯერ უნგრეთზე ვთქვათ და შემდეგ უკვე ტრამპზე ასევე ცალკე დაგისვამ შეკითხვებს. საღამოშვიდობის უნგრეთის არჩევნებს რაც შეეხება მართლა საკვანძო არჩევნებია თავად ამ ქვეყნისთვის პირველ რიგში, მეორე რიგში ალბათ მთლიანად ევროკავშირისთვის, ვინაიდან ევროკავშირისთვის ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, ეს არის იდენტობის გამოცდა. ევროკავშირი როგორც ასეთი, როგორც ორგანიზაცია კი არა, არამედ როგორც კულტურული და ისტორიული ერთობა, რას ნიშნავს ევროპელობა, ხო? ძალიან ხშირად ორბანი რუსულ კოცურ სტილში ხელოვნური დილემის წინაშე აყენებს ხოლმე საკუთარ ქვეყანას, თითქოს აი ერთი მხრივ არის ის და მეორე მხარეს, ახლა როგორც აავსო ქალაქი და ქვეყანა ბანერებით, მეორე მხარეთ არის თითქოს ზელენსკი და გრევა და ომი. გეგონება ამ ომის გამოწვევი ზელენსკი იყოს და არა მისი მეგობარი და მისი პატრონი პუტინი, რომელთანაც ვნახეთ კიდევაც ბოლო დღეებში, როგორი სიამტკბილობა აქვს უშუალოდ მას და მის საგარეო საქმეთა მინისტრს. შესაბამისად, თუ ვენდობით იმ სოციოლოგიურ კვლევებს, რომელიც ტარდება ბოლო ხანებში უნგრეთში, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სასწაული თუ არ მოახდინა და მართლა რაღაც რაფალიანცი თუ არ დაუდგა უნგრელ ხალხს. ან ბედუკაძე თუ არ დაუდგა ორბანმა, მაშინ კომფორტულად უნდა მოიგოს მისმა ოპონენტმა მადიარმა და შესაბამისად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში. რაც თავისთავად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რისეტი, რესტარტი, ასე ვთქვათ, უნგრეთისა და მსოფლიოს ურთიერთობებში. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი ასევე ორბანის ბანაკის წიაღიდან მოდის, ის მაინც სხვა განაცხადია, სხვა ტიპის ასე ვთქვათ იდეებს ასხივებს და სხვა ტიპის დაპირებებს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სიუჟეტშიც იყო თუნდაც ის კლიშეები, რომ ისპირდება საკუთარ მოსახლეობას, მშვიდობას და სუვერენიტეტს, ხო? ანუ აი აქ ცდილობს, რომ მიიტაცოს ის, რაც რუსებმა ასე ძალიან წარმატებით ჩანერგეს ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებების ხელით ამ ქვეყნების პოლიტიკურ დისკურსში. თუ ორბანი დამასწრება და ვიმეორებ ამის საწინააღმდეგოდ ამ ეტაპზე არაფერი არ მეტყველებს, იმიტომ რომ ამოწურა მან ყველანაირი კრედიტი, ყველანაირი დოგისმარდა საკუთარ ქვეყანაში და ამაზე მეტყველებს იმეორებ ის 20%-იანი უპირატესობა, რომელიც ოპოზიციის ლიდერს აქვს ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას პრაქტიკულად აღარ დარჩება ევროპაში წასასვლელი, ხო? თუ რაღაც საცოდავ ახალ ეგრეთ წოდებულ გაჭრილ არხს არ ჩავთვლით, როდესაც მიხეილ ყო გააგზავნეს და სლოვაკეთში რამდენიმე ფოტო გადააღებინეს და რაღაც ძველი ისტორიული ასე ვთქვათ სასახლე დაათვალიერებინეს. დაბლოკვის მხრივ რაღაც გადაწყვეტილებების დაბლოკვის მხრივ ბატონ ზაზა სლოვაკეთი რჩება, მაგრამ უნგრეთის გარეშე ის ძალას დაკარგავს თქვენი აზრით, აი რაღაც ვეტოს უფლების გამოყენების კონსენსუსის ჩაშლის. სლოვაკეთში ძალიან დიდია უნგრეთის გავლენა, როგორც ისტორიულად, ასევე შიგნით, შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით სლოვაკეთში საკმაოდ დიდი უნგრული დიასპორაა, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ამ ქვეყნის პოლიტიკაზე და ზოგადად ორბანის ჭრილში ხდებოდა ფიცოს დავაშკაცება ამ მიმართულებით. თუ შეიძლება ასე ითქვას, შესაბამისად ორბანის გარეშე სლოვაკეთის უნარი და შესაძლებლობა, რომ დაბლოკოს ევროკავშირის გადაწყვეტილებები თითქმის ნოლზე იქნება დასული და ძალიან დიდი რესურსის ჩადება მოუწევს რუსეთს ამისთვის და საკითხია შეძლებს თუ ვერ, მაღალი ალბათობით ამას ვერ შეძლებს. მაგრამ ამასობაში ევროკავშირიც იმყოფება, რა თქმა უნდა, ძალიან ფუნდამენტური გარდაქმნის პროცესში და
ძალიან კარგად აქვს გააზრებული ის, რომ ის ფორმატი, რომელიც იმთავითვე იქნა ის კონსენსუსის ფორმატი იგულისხმება, ხო, რომელიც იმთავითვე იყო ჩადებული ევროკავშირის საფუძველში, უბრალოდ აღარ მუშაობს, ვინაიდან შეიცვალა გეოპოლიტიკა, შეიცვალა რეალობა, შეიცვალა დრო და როგორც ასე ვთქვათ დარვინის უკუპტავი ფრაზის გადასხვაფერებული ვერსია იმარჯვებს ის არა ის ვინც ყველაზე უფრო ძლიერია, არამედ ის ვინც ყველაზე უფრო მოქნილია. შესაბამისად დღეს გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ვიყოთ ყველაზე უფრო მოქნილი, ადეკვატური იმ რეალური გამოწვევების წინაშე, რომელიც დგას ევროკავშირის წინაშე. ბატონ ზაზა, აი ამ წერილში, რომელიც ივანიშვილის ასე ვთქვათ განწყობებს და მოსაზრებებს და შეთქმულებებს გამოხატავს შათირიშვილის სახელით გამოქვეყნებულ აი ამ ტექსტში, აი ბოლო ტექსტში ვკითხულობთ კიდევ უფრო ღრმა შეთქმულების თეორიას. ორბანი და ამის დადასტურება ვიცე-პრეზიდენტის იქ ყოფნაც ორბანს მხარს უჭერს დონალდ ტრამპი. ჩვენ ამას ვხედავთ. მაგრამ ივანიშვილის მოკავშირე ორბანის მოკავშირე ტრამპი, მაგრამ ამ წერილში ვკითხულობთ, რომ ტრამპი არის ოლიგარქიული ოჯახის მომსახურე პერსონალი და პირდაპირ ლანძღავს ივანიშვილი აი ამ ტექსტებში ამერიკის პრეზიდენტს. აი რა არის ეს უცნაურობა, თქვენ ამოხსენით თუ არა, რას ლაპარაკობს ივანიშვილი აი ამგვარი ტექსტებით? მართალი გითხრათ, არც მიცდია ამის ამოხსნა, არც მიცდია ამ წერილის წაკითხვა, ეს არის ბოდვა, უკვე მერამდენე ბოდვა და მერამდენე ქაოტური თუ ქაოსური შემისწორებენ აზრების ნთხევა საჯარო სივრცეში ამ კარის ფილოსოფოსის მიერ, რომელიც სინამდვილეში მართლაც ახმოვანებს ან შეიძლება ვთქვათ ხელს აწერს იმ წერილებს, რომელსაც ივანიშვილი წერს, მაგრამ გავაცოტა ხანი და თვითონ ივანიშვილი გვეტყვის, რომ ეს მე ვიყავიო, უსუფაშვილის წერილს გავიხსენებდი New York Times-ის გვერდებზე, რომელშიც ვიღაცამ $75,000 გადაიხადა დაახლოებით 10 წლის წინ და ცოტა ხანში გამოვიდა და თქვა, რომ ეს ხომ მე ვიყავიო, ყველა აქცენტი მე ჩავასწორეო იქო. შესაბამისად ამას უნდა ველოდოთ, მაგრამ შინაარსობრივად ამის ამოხსნასაც შეეხება. ახლა დროის ფუჭი ხარჯვა, წყლის ნაყვა ამაზე საუბარი, თავარი აქ არის ერთი. როდესაც ქართული ოცნება საუბრობს ამერიკასთან დალაგებაზე, ამას უნდა შევხედოთ ისევე, როგორც მაგალითად მარია ზახაროვა ან პესკოვი რომ საუბრობენ ამერიკასთან დალაგებაზე, რუსეთის და ამერიკის დალაგებაზე, ხო? რას ნიშნავს რუსისთვის დალაგება ამერიკასთან? რუსისთვის ის ნიშნავს, რომ მიიღე ეს რეალობა, დაუშვათ მიიღე, რომ მე მაქვს გავლენის სფეროები, რომ უკრაინა ჩემია, საქართველო ჩემია, შუა აზია ჩემია და ასე შემდეგ, მიიღე ის ფაქტად, რომ აქ დემოკრატია არ იქნება, ეკონომიკური თავისუფლება არ იქნება და ასე შემდეგ და შემდეგ და დანარჩენზე ვილაპარაკოთ, ხო? ეს დანარჩენი რა შეიძლება იყოს? რაღაც ძალიან ლიმიტირებული და შეზღუდული ნუსხა იმ საკითხების, რომელზეც შეიძლება ელაპარაკო, ხო? აქამდე რუსეთი ძალიან მოხერხებულად ახდენდა დასავლეთით манипуლირებას და მაგალითად ეუბნებოდა, რომ იცი რა, ეს ყველაფერი მოცემულობაა, რაც მე აქამდე ჩამოვთვალე, მაგრამ აი გლობალური კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ვითანამშრომლობთ, ხო, რაღაც მარაზმი. ან ეთყოდა, რომ აი საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით ვითანამშრომლობდნენ, ხო? გაცხადდა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი თავად რუსეთია, ვის უნდა თანამშრომლო, ხო? და გლობალური კლიმატის ცვლილებებმა არავინ არ გამინაწყენდეს, მაგრამ ძალიან უკან გადაიწია პრიორიტეტების სიაში და მე რომ მკითხო ძალიან დამსახურებულადაც, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ლიბრს აკრავდა თვალზე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას, სანამ ეს რეალ პოლიტიკოსები რუსეთში და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში თავის ძალიან კონკრეტულ მიზნებს აღწევდნენ, ხო? შესაბამისად, როდესაც ხა დაუბრუნდეთ ქართულ რეალობას, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ან ქართული ოცნება საუბრობს ამერიკასთან გადატვირთვაზე ან სულთქალაქურთან დაწყებაზე, ნიშნავს ზუსტად იმას, ეუბნებიან, რომ მიიღე მოცემულობად, რომ აქ აღარ არის დემოკრატია, რომ ჩვენ არანაირი რაღაც ნატოს და დასავლური ოჯახის წევრები არ ვიქნებით, ვიმეგობრებთ ირანთან, ვიმეგობრებთ ჩინეთთან, გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც რუსეთი გვეუბნება, გვეყოლება პოლიტპატიმრები, არჩევნები ფორმალურად ჩატარდება ისევე, როგორც ტარდება რუსეთში, სასამართლო გვექნება რაღაც დუქანი, წარწერით სასამართლო და იქ როგორც გვინდა და როცა მოგვინდება ისეთი გადაწყვეტილებები გამოვა და დანარჩენზე ვილაპარაკოთ. ბატონ ზაზა, აი თუნდაც აი როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგება, აი რაც ახლა თქვენ დაგვიხატეთ სურათი, თუნდაც
აი ამ ვითარებაში, თუნდაც აი ამ პირობებით, როდესაც რაღაცა თეთრ ფურცელს თავაზობ, სადაც გაფორმებული დიქტატურა გაქვს და მოკავშირედ ყავს ის ქვეყნები, რომელიც თქვენ ახლა დაასახელეთ და აი ეს გსურს რა ლოგიკაში ჯდება ის, რომ პარალელურად, აი თუ ამას თავაზობ ტრამპს, პარალელურად მას ლანძღავ. აი რა არის ეს, რა ტაქტიკა, სტრატეგია თუ რა მდგომარეობაა საერთოდ? ხო, მე ამის ახსნა მართალი გითხრათ გამიჭირდება, დიდი ხანია შევეშვი დიდ სურათს თუ შევხედავთ, გაგვიმარტივდება და მე ვცდილობ აი ზუსტად ამ დიდ სურათს შევხედო და არ ჩავუღრმავდე შათირიშვილის წერილების თითოეულ აბზაცს, ვინაიდან ვიმეორებ ჩვენი დრო ნამეტანი ძვირფასია ამისთვის. რა ლოგიკაა ვერ გეტყვით ახლა, ნუ ტრამპიც ასე ვთქვათ, აი ლოგიკით და ასეთი მსჯელობით თუ შევხედავთ, შეიძლება მაინდა-მაინც თანმიმდევრულად მისი წერილებიც არ გამოიყურება, ხო? იგივე რუსეთს თუ შევხედავთ, ერთი მხრივ იძახის გუში ნიძახის 24 საათი არ გასულა, რომ პუტინთან გადასარების საუბარი მქონდაო და მე აღმოჩნდება, რომ თურმე პუტინი აღმოჩნდება კი არა, ისიც ყველა მიიცის, რომ პუტინი ეხმარება ირანს ყველაფერში, სამიზნეებს უსწორებს, შეიარაღებას აწვდის და ნუ რამდენად შეუძლია რომ ავნოს ამერიკას, ამას აკეთებს, ხო და ამას არანაირი შედეგი არ მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის მხრიდან. მეტიც იგივე რა ხარ უნგრეთზე ვსაუბრობ, ნუ ჩემთვის ძალიან საწყენი იყო იმის მოსმენა, რომ თურმე ბატონი ვენსის აზრით უკრაინის ხელისუფლება არის ის, ვინც ერევა უნგრეთის არჩევნებში, უკრაინის ხელისუფლება არის ის, ვინც ერევა ამერიკის არჩევნებში და ერთი სიტყვა არ თქმულა არასდროს, რომ მთელი მსოფლიოს არჩევნებში და შიდა პოლიტიკურ პროცესებში სინამდვილეში რუსეთი ერევა, ხო? კატალონიის რეფერენდუმი გნებავთ, ბრეგზიტი გნებავთ, საფრანგეთში გამოსვლები გნებავთ, ამერიკაში არჩევნებში იყო ჩარევა, ხო? ჩვენ ხვალ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთ კონკრეტულ კანდიდატს მიეხმარა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩარევა იყო, ჩარევის ინტერესი იყო პოლარიზაცია, ჩარევის ინტერესი იყო ის, რომ სისტემა დასუსტებულიყო და ამ ინტერესს, ამ მიზანს რუსებმა გარკვეულწილად მიაღწიეს კიდევაც, ხო? ამ დონის პოლარიზაცია ამერიკაში სავარაუდოდ არასდროს არ ყოფილა, ალბათ სამოქალაქო ომის მერე და ახლა მე-19 საუკუნეში რა ვითარება იყო, ცხადია ჩვენ ვერ გვეწოდინება, მაგრამ თანამედროვე კონტექსტში ბოლო 40-50 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი ყოფილა და ამ მხრივ რუსეთი სამწუხაროდ არის წარმატებული. ვიმეორებ ახლა ჩვენ ამ წერილის თვითოული აბზაცი. ხო, ეს გასაგებია, მაგრამ აი დალაგების აი ეს შანსი, ასე ვთქვათ, ივანიშვილის არის განულებული თუ შესაძლოა მაინც რაღაც კომბინაცია ისეთი დაჯდეს, სადაც მას აი ამ პირობებზე ან სახეცვლილ პირობებზე დასახვნეს რაღაცნაირად და მან გამოიმუშაოს და გამოივაჭროს მისთვის, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად მისაღები პირობები, ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მეორე მხრივ თავისი პირობები, რომელიც შეიძლება შეთავსდეს სადღაც, თუ კი არ იქნება, ასე ვთქვათ, მასზე წნეხი, თუნდაც ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, იმგვარი, რომ მან ეს ვერ მოახერხოს საბოლოო ჯამში. ხო, ჩვენ უყურებთ გარდა შათირიშვილის წერილის ახლა დღეს რამდენიმე გამოსვლა იყო, როცა პირდაპირ დაცინიან ამერიკელებს, რომ აბატონო მობრძანდით ანაკლიაში, ვინ გიშლით ხელსო და თქვენ ინტერესს ვერ ხედავთ, ანუ ანაკლიის სპორტი მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად გააჩერეს, ჩაშალეს და ამაზე ითქვა არაერთგზ და არაერთი აქტორის მიერ, რომ ეს იქნა პირდაპირ რუსული დაკვეთით გაკეთებული. ეს არის სპორტი, რომელიც 10 წლის წინ უკვე უნდა ამუშავებულიყო. ლაზიკის პროექტს თუ გავიხსენებთ, ხო, კაი, ლაზიკა დავივიწყოთ, მერე უკვე კვირიკაშვილმა და ხაზარაძემ რაც დაიწყეს, ის პროექტი 2020-ში უნდა ამუშავებულიყო. ყველაფერი გააკეთეს, როცა ვამბობ, მაგალითად გავიხსენებ იმას, რომ სამჯერ გამოიყო ბიუჯეტში თანხა იმისთვის, რომ ზუგდიდი ანაკლიის, არ ვიცი, 14 თუ 24 კილომეტრია გზა, აი ის გზა დაგებულიყო და ტრასა გაკეთებულიყო, ხო? სახელმწიფოს თუ უნდა რომ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდეს, იმაზე მარტივი სიგნალი რა შეიძლება გაუშვას ინვესტორთან, რომ აი ნახეთ მე გზა გავაკეთე, ინფრასტრუქტურულად ყველაფერი უზრუნველყავი და ხა შემოდი შენ და კეთილინებე და ჩადე შენი ფული რომ პორტი გაკეთდეს, ხო? სამჯერ გააუქმეს ტენდერი, სამჯერ წაიღეს ფული უკან ბიუჯეტში იმისთვის, რომ ეს არ გაკეთებულიყო. ანუ ინვესტორს სიგნალი გაუგზავნოს, რომ სახელმწიფოს ხარდაჭერა ამ პროექტს არ ექნება. ანუ თან კარგად გავითვალისწინოთ, რა ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ეს არის ამათვის კორუფციის წყარო, ხო? დიდი სიამოვნებით წაიღებდნენ იმპულს ჯიბეებში, როგორც სხვა პროექტებიდან მიაქვთ, ხო? მაგრამ არა, ეს იყო კონკრეტულად მიზანმიმართულად გაკეთებული იმისთვის, რომ
რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელებულიყო და დღეს კიდე რაღაც მარაზმზია საუბარი რომ თითქოს აი რაღაც ციფრები შეცვალეს და ეხლა ამ ახალი ბიუჯეტი დაიწყება მშენებლობა და რაღაც 2057 წელს ბატონზაზა ალბათ მაგრამ რაც შეეხება ამერიკას და ხო დაუბრუნდები თქვენ კითხვას მთავარი მაინც რა არის ხა მე არ ვარ არც წინა ადმინისტრაციების პერიოდში ყოფილი ვარ იმ რაღაც შეხედულების რომ მაინდა-მაინც იდეალიზმს ეხდნობოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ახლა მით უმეტეს მაგრამ მოდი ასე ვთქვათ ხო აი რეიგანს აქვს ნათქვამი ესო ცუდი კაციაო მაგრამ ჩვენი ცუდი კაციაო ერთ-ერთ სამხრეთ ამერიკელ უბრალოდ ცენტრალურ ამერიკელ დიქტატორზე ხო მოდი ასე ვთქვათ ივანიშვილი ცუდი კაცია და მათი ცუდი კაციც არ არის ხო ანუ შეიძლება აი ამერიკა ბევრ დიქტატორს ურთიერთებოდეს როგორიც არის საუდის არაბეთი ან შეიძლება დიქტატორი არ იყოს, მაგრამ ნუ ესეთი რეჟიმი იყოს, როგორც არის მაგალითად პაკისტანში და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველა ეს ქვეყანა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის ინტერესებს როგორც მინიმუმ ითვალისწინებს. ამერიკასთან თანხვედრაშია მისი ქმედებები, ხო? აქ საუბარია იმაზე, რომ მიდის რაღაც დუჟმორეული ანტიამერიკული პროპაგანდა ყველა სახელმწიფო თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული არხით. ყველა სიხშირეზე, ყველა ფეისი საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა როგორი ბოროტია, როგორ რა არ გაუკეთებია და პირდაპირ რუსული მესიჯბოქსით ლანძღავენ, ქვეყანაში ყველაფერ ამერიკულს ჩექმავენ და სპობენ, ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკის ინტერესები დაზიანდეს. შესაბამისად, ახლა ალბათობა იმისა, რომ ამერიკა ამათთან დაალაგდეს, არის ნულთან ძალიან ახლოს. ბატონზაზა, აი ალიევის ერთსაც ვიტყვი და დავასრულე, დიახ. ხო აი ერთსაც ვიტყვი ვინაიდან იყო რუბიომ ხო დარეკა ხა რუბიომ რო დარეკა ჩვენ ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ვებგვერდზე რაც რა ინფორმაციაც იდა ხო ერთი წინადადება იყო იქ რომ რამე ყოფილიყო რისი გამოყენებაც კოცებს შეეძლოთ ამას მათ ვერავინ ვერ დაასწრებდათ მაგრამ არ იყო ასეთი არაფერი და დიდი ენთუზიაზმიც არ შეინიშნებოდა ქართული ოცნების მხრიდან არ იყო ეს ენთუზიაზმი კი ბატონო, ხო იქ იყო რაღაც ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ჩემი აზრით და ამის შესახებ ინფორმაცია გაცხადება, როცა იქნება საჭირო, მაგრამ ამის შემდეგ კალაძე კიდევ ერთ ყურს შეამხილეს, როდესაც ამბობდა, რომ დელეგაციას ველოდებითო და პირდაპირ დაიწერა, რომ არანაირი დელეგაცია საქართველოში ამერიკიდან ჩამოსვლას არ გეგმავს. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ამერიკა მათთან დაალაგდება დაბალია, თუმცა მათ მოდი პირდაპირ ვთქვათ ესეც, თავი რო არ მოვიტყუოთ, რომ ხოცებს ეს ვითარებაც აწყობთ. ცხადია მათ ურჩევნიათ რომ ამერიკასთან იყვნენ დაალაგებული, გეგონება აქ არაფერი არ ხდება და გეგონება აქ ისე წინა დროა, ხო, რაღაც 2016-17 წელი, როდესაც ყველაფერი გაправებული ქონდა და ყველა დიდი რამებს უმღეროდა მათ რეფორმებს წყალებში. ცხადია გურჩევნიათ, მაგრამ აწყობთ ის ვითარებას, როდესაც ისინი დე-ფაქტო ხელისუფლებაში არიან, როდესაც მათ ყველანაირი ალტერნატივა მოგუდული ყავთ, ფინანსურად, ფიზიკურად, კანონის მიერად და ასე შემდეგ და სხვებს უბრალოდ უწევთ ამ რეალობის დე-ფაქტო კი ბატონო, აი თქვენ ჩამოთვალეთ, მოკლევადიან პერსპექტივაში. თქვენ ჩამოთვალეთ დიქტატორები, რომელთანაც აქვს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ან ისეთი რეჟიმები, რომელიც ჯდება მის ინტერესებში, მას არ სთხოვს მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას და ამგვარ რამეებს, მაგრამ მათი ინტერესები ემთხვევა ამა თუ იმ რეგიონში ერთმანეთს. აი მაგალითად მივედით ლოგიკურად ალიევის საკითხამდე, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული საქართველოში და იმ მიზნით რომ შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, ახლა ის ფორმალობები იქ კობახიძესთან შეხვედრა თუ ყაველაშვილთან ეს ლაპარაკადაც არ ღირსდა იმ კადრებმაც, რომელიც ყველამ ნახა და ადასტურა რეალურად ვისთან იყო ის ჩამოსული სასაუბროდ. აი ეს შეიძლება თუ არა რამენაირად დაკავშირებული იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გამომდინარე იქიდან რომ ალიევს კარგი ურთიერთობები აქვს იმავე დონალდ ტრამპთან, თუ რაიმე სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ივანიშვილის მხრიდან, ანუ ივანიშვილსაც აქვს რაღაც ინტერესი ცხადია და ალიევსაც აქვს ინტერესი წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქ არ ჩამოვიდოდა. არ მინდა სპეკულაცია დავიწყო, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უბრალოდ არც მე მაქვს და არც თქვენ გაქვთ, მაგრამ ალიევს გამოარჩევს ერთი რამ,
კი ბატონო, ის არის ავტოკრატი, მაგრამ ის ყოველთვის ხელმძღვანელობს გარდა საკუთარი პირადი ინტერესების, ასევე ხელმძღვანელობს მისი ქვეყნის ინტერესებით. ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ის ცდილობს, რომ რაღაც ფრონტზე წინ წაწიოს აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესები, იქნება ეს ტერიტორიული, ეკონომიკური, ფინანსური თუ ასე შემდეგ, ხო? ივანიშვილის შემთხვევაში ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის, საკუთარი ჯიბისთვის ყველაფერს თმობს, ყველაფერს ჩუქნის, ყველას თავს უხრის, ხო? ახლა სხვა სულ თავი დავანებოთ, თქვენი არც ერთი კოლეგა არ იყო მიწვეული აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე, ხო? რამხელა რა სამარცხვინო ფაქტია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იყვნენ, ქართველი ჟურნალისტები არ იყვნენ, რომ უხერხული კითხვები არ დასმული იყო. ანუ პირდაპირ რაღაცნაირი მონური განაცხადია თავის დახრაა ეს ის ხალხი, რომელიც საუბრობს რაღაც სუვერენიტეტზე და ღირსებაზე და ორი ფეხით დგომაზე. უფრო მნიშვნელოვანი მე მაინტერესებს და ამაზეც იყო დასმული კითხვები, არც თუ ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ოცნებამ აწარმოა ეს რუსული კგბ-შნიკური კამპანია გარეჯი საქართველოა და მე მინდა ვიკითხო, რომ აი გარეჯის თემებთან დაკავშირებით, იმ რუკასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს სპეცოპერაციით ჩამოიტანეს ამათმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. გადაწყდა არა, დავანებოთ თავი, ვიცი რომ რთული საკითხი და ვერ გადაწყდებოდა, მაგრამ კითხვა დაისვა. ალიევს უთხრეს, რომ ბატონო ილჰამ, აი ეს რუკები გვაქვს, გარეჯი საქართველოა, მოდი დავილაპარაკოთ ამ თემაზე, ჩვენ ორი ადამიანი დავაპატიმრეთ, იმიტომ რომ ამ რუკებს მალავდნენ უდანაშაულო ადამიანები, ხო? აი ყველა ქოც მინდა თვალში ჩავხედო და ვკითხვა, ის ადამიანები ციხეში რო ისხდნენ თითქმის 1 წლის განმავლობაში. და ამაზე მთელი კამპანია რო ააგეს გარეჯი საქართველოზე, ის რუკები სად არის? იმთავითვე ბატონზაზა, იმთავითვე ცხადი იყო ალბათ ყველასთვის. ეს ვიტყვი უბრალოდ 1500 წელია გარეჯის მონასტერი არსებობს და კომპლექსი არსებობს და პირველად ხდება ამ 1500 წლის განმავლობაში, რომ ქართველები ამ მონასტრის ნაწილში ვერ შედიან. პირველად აი ამ რაღაც მართლა ქვეყნის სპეკულანტების და მოღალატეების ხელში ხდება, არასდროს ასეთი რამ არ ყოფილა, არასდროს. მე-6 საუკუნეში დაფუძნდა ეს მონასტერი, უბრალოდ ეს კომპლექსი სამონასტრო და მას შემდეგ მომლოცველები იქნებოდა, ჯერ ერთი საქართველოს ტერიტორია იყო ისტორიის დიდი ხნის განმავლობაში და როცა არ იყო უკვე ხო საბჭოთა დროს მისი ნაწილი, როდესაც აზერბაიჯანის ნაწილი გახდა და უკვე მას შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი კვირა, ну შეიძლება რამდენიმე დღე იყო. ასეთი, როდესაც ქართველი მომლოცველები, ქართველი ტურისტები ან ქართველი სასულიერო პირები ვერ შედიოდნენ გარეჯის ნაწილში. ეს მოახერხა ივანიშვილის რეჟიმი. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონზაზა და აი ეს მინდა დადგა ეს სპეცოპერაცია და დღეს ვერ შევდივართ ჩვენ გარეჯში და კაცი ჩამოვიდა და ხო შეიძლება ეს მაინც ეთხოვათ. აი თქვენს ტურისტები, ჩვენი საუბრის მოცველები შეუშვით. თქვენი საუბრის მიწურულს მინდა სწორედ აი ამ საკითხს გამოვეხმაურო, ასე ვთქვათ, რეპლიკის 1-2 წინადადების სახით. მე გავახსენებ უბრალოდ ჩვენს მაყურებელს, რომ ტელეკომპანია იმედზე იყო ესეთი წერა გარეჯი საქართველოა და დიახ გარეჯი საქართველოა, მაგრამ ისინი ამას მანიპულაციისთვის იყენებდნენ, პროპაგანდისტულად იყენებდნენ და ამას ბევრი ეს რომ ასეა, ამას არ ჭირდება ბევრი როგორც ივანიშვილი იტყო და სამტკიცი, იქიდან გამომდინარე რომ დასრულდა თუ არა ის არჩევნები, მაშინათვე მოხსნეს ეს წარწერა თავისი ეკრანიდან და საერთოდ მიივიწყეს ეს თემა და ეს კამპანია აწარმოეს, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით. მე მგონი ბატონზაზას არ ესმის ხმა, თუმცა ჩვენი საუბარი დასრულდა პრინციპში. ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო, რომელსაც ბატონმა ზაზამ უპასუხა, უბრალოდ რეპლიკის სახით. მეც მსურდა 1-2 სიტყვა მეთქვა, მაგრამ მგონი აზრი არ დაუმთავრებია ჯერ ჩვენს რესპონდენტს და ამიტომ ასე ვთქვათ, მივცეთ ამის შესაძლებლობას. უბრალოდ ეს მართლა მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ჩვენმა სტუმარმა წამოჭრა, გვახსოვს რა აღვირახსნილი პროპაგანდა ჰქონდათ იმ მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც დაიჭირეს საერთოდ და ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა მათ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში და როგორ უცებ გაქრა ეს თემა და აი ამ პროპაგანდის და აი ამ თემის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, განმახორციელებელი ღარიბაშვილი საერთოდ ციხეშია დღეს და იქიდან საერთოდ არაფერს ამბობს, მით უმეტეს ამ თემაზე და არც კობახიძე ამბობს რამეს, არც ივანიშვილი, საერთოდ ეს თემა მივიწყებულია და ვფიქრობ ალბათ დასაფიქრებლად მინიმუმ ქართული ოცნების ამორჩევლისთვის, მხარდამჭერისთვის საინტერესო უნდა იყოს. ბატონზაზა, დასკვნის სახით თქვენი მოსაზრება რომ დაასრულოთ და შემდეგ დაგემშვიდობებით.
კი ბატონო, მე სამწუხაროდ გაითიშა თქვენი ხმა და ვერ გისმენდი ცოტა ხნის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმა ერთ რაღაცას. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველ ჯერზე როცა ის რაღაც განაცხადს აკეთებს, როცა ვიღაცას ბრალდებს, მაღალი ალბათობით ამ ბრალდებით საკუთარ დანაშაულს მალავს. ეს რეჟიმი იძახდა, რომ წინა ხელისუფლებამ გაყიდა გარეჯი, ამის არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ დე ფაქტო ვხედავთ, რომ აი ახლა მათ პირობებში ჩვენ გარეჯში ვერ შევდივართ. ეხლა თქვენ მითხარით, რა უფრო მაღალი ალბათობაა, რომ წინა იმ ხელისუფლების დროს გაიყიდა გარეჯი, როცა შევდიოდით უპრობლემოდ, ლოცულობდით, ნახულობდით და ასე შემდეგ, თუ დღეს როცა ფიზიკურად ვერ შევდივართ, როცა ჩაკეტეს და ისე ჩამოდის ალიევი, რომ ამ საკითხზე კითხვის დასმას ვერ ბედავენ ეს ორ ფეხზე მდგომები. აბა როდის უფრო მაღალია ალბათობა იმისა, ხო რეალურად გაიყიდა, ხო ასე გამოდის, არ ვიცი თანხა აიღეს თუ რაღაც, მაგრამ ფაქტია და მეორე ხვალ რამდენიმე საათში უკვე 9 აპრილი მოდის და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ეს ახსენეთ და კიდევ ვიტყვით, მაგრამ 9 აპრილის დღეებში 1999 წელს ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იყო ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. და დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელიც გვეუბნება, რომ იქ ვერ მხარეს რუსეთი არ ყოფილა, საბჭოთა ჯარი იყო. და იმ საბჭოთა ჯარშიო ჩუჩმეკებიც იყვნენო, უდმურტებიცო, უკრაინელებიცო, ესტონელებიც და ასე შემდეგ, ანუ რუსული ბრალის განზავება სურთ მათ. ეთნიკურად ვინ იყო იმ ჯარში, რა მნიშვნელობა ქართველებიც შეიძლება იყვნენ, მაგრამ ეს იყო დამპალი რუსული იმპერია, რუსეთის დამპალი იმპერია, ეს იყო ბოროტების იმპერია, როგორც რეიგანმა შეარქვა მათ და აი ამის დამალვა სურს იმ ხალხს, რომელიც დღეს ამ ქვეყანას ანუ მართავს ვერ დავარქმევთ, უბრალოდ რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი ქვეყანა და მძევლად ყავს აყვანილი. გმადლობთ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში.